მოგესალმებით ბავშვებო, მე დაჩი მასწავლებელი ვარ და ჩვენ მეოთხე კლასში უკვე მე-10 გაკვეთილი გვაქვს. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრეთ გამრავლებაზე და გაყოფაზე. გახსოვთ ხომ ბგერის და სინათლის სხივის გავრცელების სიჩქარეზეც ვისაუბრეთ. დღეს მინდა რომ პლანეტებზე გესაუბროთ, მზის სისტემაზე და პლანეტებზე გესაუბროთ. ჩვენ ერთხელ უკვე შევეხეთ მზის სისტემას და დედამიწას და ვთქვით რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს ისევე როგორც პლანეტები. და ერთი წრე რომ გააკეთოს დედამიწა მზის გარშემო, ამას სჭირდება 1 წელიწადი, ანუ 365 დღე და კიდევ დაახლოებით 6 საათი. გახსოვთ ეს გაკვეთილი. ახლა მოდით პლანეტებზე და მზის სისტემაზე ვისაუბროთ. აი ასე 9 პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო, თუმცა ბოლო ეს პლუტონი ძალიან პატარაა და ამ ბოლო დროს მას უკვე პლანეტებში აღარ მოიხსენიებენ, ამბობენ რომ ის არის ჯუჯა პლანეტა. მოკლედ ჩვენ დღეს მას პლანეტა დაუძახოთ, იყოს აი ეს 9 პლანეტა. ვიწყებთ ნახეთ, მერკური არის ყველაზე ახლოს მზესთან, შემდეგ ვენერა, ჩვენ ვართ მესამე, მერე მოდის მარსი, იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და ბოლოს ეს ჯუჯა პლანეტა პლუტონი. იცით რა არის, აი ზომა რამხელა უნდა იყოს, რამხელა არის პლანეტა, ამას განსაზღვრავს დიამეტრი. რაც უფრო დიდია დიამეტრი მისი, მით უფრო დიდია თვითონ პლანეტაც. აი რას ნიშნავს დიამეტრი, მე ახლა შევეცდები აგიხსნათ ძალიან გასაგებად. ამისთვის მომიწია რომ დედამიწა ასე შუაზე გადავჭრა და ნახეთ ავიღებ ცენტრს, აი აქ შუაში ავიღებ აი ამ წერტილს და გავავლებ სწორხაზს, რომელიც გაივლის ამ ცენტრზე. შევაერთებ აი ამ წერტილებს, რომელიც დედამიწის ბოლოებში ავიღე. ხვდებით ხო, ესე იგი რა არის დიამეტრი, რაც უფრო დიდი იქნება დიამეტრი, მით უფრო დიდი გამოვა თვითონ პლანეტაც. დიამეტრების მიხედვით მე ავდექი და პლანეტები ცხრილში ჩავწერე. ნახეთ რას გულისხმობ. ავდექი და პირველ სვეტში პლანეტის სახელები ჩამოვწერე. მეორე სვეტში ჩამოვწერე დიამეტრები, ოღონდ ეს დიამეტრები კილომეტრებშია მოცემული. მერკურის დიამეტრი 4879 კილომეტრი ყოფილა, დედამიწის 12000 თითქმის სამჯერ მეტი, 12742. უფრო კარგად რომ მივხვდეთ აი ეს დიამეტრები მიხედვით რამხელებია, აი კარგად რომ წარმოიდგინოთ რამხელებია ეს პლანეტები, ნახეთ მე ყველაზე პატარა პლანეტაზე გეტყვით, პლუტონი. პლუტონი არის, მისი დიამეტრი არის საქართველო, მთელი საქართველო, აი თავიდან ბოლომდე 4 ცალი ერთმანეთს რომ მივადგათ, აი ამ ხელა არის ეს ჩვენი პლუტონი. მაგრამ აი ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი. იუპიტერი ვერც დავხატე, არც გამოჩნდებოდა 226 ცალი საქართველო უნდა მივადოთ ას ერთმანეთს და დიამეტრი მას აქვს აი ამ ხელა. ხვდებით ხო, რამხელა პლანეტაა. აღარ ვლაპარაკობ მზეზე. მზე იმ ხელაა, რომ 2300 ცალი საქართველო უნდა გადავაბათ, ასე რომ მზის დიამეტრი მივიღოთ. ხვდებით ხომ? ეს მონაცემები ჩვენ შეგვიძლია გქონდეს, რა თქმა უნდა, ცხრილის სახით, მაგრამ ცხრილში ისე კარგად არ ჩანს, რომელი პლანეტა რომელზე დიდია. კი ჩანს, რომ დიდია, მაგრამ აი რამდენად დიდია ეს არ ჩანს. ამისათვის არსებობს სვეტოვანი დიაგრამა და სვეტოვან დიაგრამაში ეს ძალიან კარგად ჩანს. ნახეთ, სვეტოვანი დიაგრამა რა არის? პირველ აი აქ სვეტში, აი აქ ჩამოწერილი მაქვს მე რიცხვები, ხომ? აი ეს კილომეტრები რომ მქონდა იქ ჩვენ რამდენი კილომეტრი იყო და ასე შემდეგ, დიამეტრების, აქეთ მაქვს სახელწოდებები და უკვე მათი შესაბამისი სვეტებია. აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ იუპიტერი დედამიწაზე გაცილებით დიდია. ხედავთ ხო, აი რამხელა არის. ცხრილში შეიძლება ესე კარგად არ გამოჩნდეს. მაგრამ სვეტოვან დიაგრამაში ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს. მიხვდით ხო? თქვენ შეგიძლიათ მსგავსი დავალება თავად გააკეთოთ. აირჩიოთ თემა. პირველ რიგში უნდა აირჩიოთ თემა. შემდეგ აირჩიოთ ვის გამოკითხავთ და ამის შემდეგ უკვე ცხრილი შეავსოთ.
თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი, შეიძლება იყოს სპორტი, კინოფილმები, ჟანრების მიხედვით, შეიძლება იყოს საჭმელი, სასმელი, არ აქვს მნიშვნელობა. თემა თქვენ არჩიეთ. თემის მიხედვით, შემდეგ ვიწყებთ გამოკითხვას. ვის გამოკითხავთ, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი გამოკითხვა ასაკის მიხედვით, მით უკეთესია. პატარები, დიდები, თქვენი ხნის ბავშვები არ აქვს მნიშვნელობა. მეზობლები, ნაცნობები, ნათესავები, Facebook-ში ჩაატარეთ გამოკითხვა, შემდეგ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა ცხრილის სახით მოამზადოთ, რომ გაგიადვილდეთ მერე დიაგრამის გაკეთება. აიღეთ პატარა რვეული, შიგნით დაიწყეთ აი ამ მონაცემების მოგროვება და შემდეგ შეგიძლიათ უკვე თაბახის ფურცელზე ასეთი დიაგრამები გააკეთოთ და შესაძლებელია რომ პატარა წიგნიც გამოგივიდეთ, თქვენი სახელი და გვარი დააწერეთ თავზე, გააფორმეთ და ეს იქნება თქვენი შექმნილი წიგნი. ახლა კიდევ ერთ ფორმაზე მინდა გესაუბროთ, მონაცემების მოწესრიგების კიდევ ერთ ფორმაზე მინდა რომ გესაუბროთ. ეს არის პიქტოგრამა. აი პიქტოგრამა ძალიან დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანზე, ვინც მას ადგენს. რადგან ის თვითონ გადაწყვიტავს იქ რაღაცეებს, როგორი აღნიშვნები შემოიტანოს, რა რითი აღინიშნებოდეს და ასე შემდეგ. ახლავე მიხვდებით მე რას გულისხმობ. მოდი ერთ ოჯახზე ვისაუბროთ, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე 3 წლის განმავლობაში აგროვებდა 5 თეთრიანებს, 10 თეთრიანებს და 20 თეთრიანებს. მხოლოდ აი ამ ხურდა ფულებს აგროვებდნენ ისინი 3 წლის განმავლობაში. ნახეთ ახლა როგორ წარმოვადგინე მე ეს მათი შეგროვებული თანხები. აი ასეთი ქისა, რომელიც არის ნაცრისფერი, ერთი ცალი ქისა აღნიშნავს 80 ცალ 20 თეთრიანს. მაგრამ ეს ქისა თუ გადმოყირავებული ასე ჩემსკენ, მაშინ უკვე ეს აღნიშვნა ნიშნავს 55 ცალ 20 თეთრიანს. თუ იქით მხარეს არის გადაყირავებული, მაშინ ის უკვე 25 ცალ 20 თეთრიანს აღნიშნავს. ასევე მაქვს მწვანე და ყვითელი ქისები. მწვანე ქისა თუ სწორად დგას 40 ცალ 10 თეთრიანს აღნიშნავს, თუ ჩემსკენ არის გადმოწეული, მაშინ 35 ცალ 10 თეთრიანს აღნიშნავს, ხოლო თუ იქით არის გადახრილი, მაშინ 15 ცალ 10 თეთრიანს. ყვითელი ქისა ნიშნავს, თუ ფეხზე დგას ასე, 20 ცალ 5 თეთრიანს, თუ ჩემსკენ არის 15 ცალს, ოღონდ 5 თეთრიანს და თუ წაქცეულია იქით მხარეს, მაშინ 5 ცალ 5 თეთრიანს. ახლა ნახეთ, მე აქ მაქვს აი ასეთი ცხრილი, სადაც პირველ სტრიქონში, დააკვირდით რა მიწერია, პირველი წელი. პირველ წელს რა თანხა შეაგროვეს მათ, ოღონდ აქ რიცხვები არ წერია. აღნიშვნები წერია. ის აღნიშვნები, რომელიც მე შემოვიტანე, მე გადავწყვიტე თითოეული რას უნდა აღნიშნავდეს. შემდეგ ხვდებით ალბათ, აქ გვაქვს მეორე წელიწადი და მესამე წელიწადი. ახლა ავდგეთ და შეკითხვებს უპასუხოთ აი ამ პიქტოგრამის მიხედვით. აი ნახოთ რა კითხვები მაქვს აქ მომზადებული. პირველი შეკითხვა და თან გამოვთვალოთ ეს ყველაფერი. აი აქ ადგილი იმიტომ დავტოვე, რომ აქ ვიანგარიშოთ. რომელ წელს შეაგროვა ოჯახმა ყველაზე მეტი 20 თეთრიანი? რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ცალი 20 თეთრიანი რომელ წელს ქონდა? უნდა დავიანგარიშოთ. 20 თეთრიანები, აღნიშვნები ვიცით, პირველ წელიწადს უყურებთ, გვაქვს 1, 2, 3, ასე ფეხზე რომ დგას ასეთი ქისა, თითოეული ნიშნავს 80 ცალს, 80 ცალი ჩვენ რო ავიღოთ 3 ჯერ, 8 ჯერ 3 ეს არის 24, 0-იც გადმომაქვს, 240 ცალი 20 თეთრიანი გამოგვივიდა მხოლოდ ამ აღნიშვნების გამო. ვაგრძელებთ, აქ კიდევ მაქვს 20 თეთრიანები, 55 ცალი, ეს ჩემსკენ არის, ხომ? წაქცეული, ამიტომ ამ 240-ს ჩვენ კიდევ უნდა დავუმატოთ 55 ცალი. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ოჯახმა პირველ წელიწადს შეაგროვა 295 ცალი, 295 ცალი 20 თეთრიანი. ნახოთ სხვა წლები.
აქ ჩანს რომ რაღაცა ბლომად არის, ხო, 20 თეთრიანები, მაგრამ უნდა ვიანგარიშოთ. აუცილებლად უნდა დავთვალოთ. დავიწყეთ. ფეხზე დგას მხოლოდ ერთი ქისა, ესე იგი ერთი ასეთი 80 ცალი 20 თეთრიანი გვაქვს. გავაგრძელეთ. ჩემსკენ წაქცეული არის 1 2 3 და მოდი დავითვალოთ ეს 55 არის, ხომ? 55-ს ნიშნავს რამდენი ცალი 20 თეთრიანია. მე არ გავამრავლებ და სხვანაირად შემოგთავაზებთ რომ დავთვალოთ. 55, 55 და 55. მოდით ასე ცოტა სხვა ხერხი ვიხმაროთ. 50-ები შევკრიბოთ ჯერ, ეს იქნება 150. მერე 5-ები შევკრიბოთ, ეს იქნება 15, ესე იგი 150 და 15, 165. 165 დავუმატეთ, მაგრამ კიდევ არის აქ ორი ქისა, რომელიც 20 თეთრიანებს აღნიშნავს. ორივე არის წაქცეული იქით 25 ცალ 20 თეთრიანს ნიშნავს თითო, ორივე ერთად გამოვა 50. ახლა უნდა შევკრიბოთ. აქაც ცოტა განსხვავებულად მოვიქცევი, ჯერ შევკრიბავ 80 და 50, ეს არის 130, შემდეგ 130 და 165-ს უფრო ადვილად შევკრიბავ. გამოგვივა 5, 9 და 2 უკაცრავად. 295 გამოვიდა აქაც. აქაც 295 ცალი 20 თეთრიანი. მეორე წელიც, მესამე წელს მე მგონი დაანგარიშება არ უნდა. ესე იგი, ორი წელი გვაქვს ისეთი, როცა ერთი და იგივე რაოდენობის 20 თეთრიანები შეუგროვებიათ ჩვენს ოჯახს. შემდეგი კითხვა. ამას წავშლი. რა თანხა შეაგროვა ოჯახმა მეორე წელს მხოლოდ 10 თეთრიანებით? მხოლოდ 10 თეთრიანებით. მე მგონი ეს ძალიან ადვილი დასათვლელია, იმიტომ რომ 10 თეთრიანებს აღნიშნავს მწვანე ქისები, სულ გვაქვს 2 ცალი მწვანე ქისა, თითოეული აღნიშნავს 15 ცალს, 15 და 15, 30. 30 ცალი 10 თეთრიანი შეუგროვებიათ. ესე იგი 300 თეთრი, ხომ? 3 ლარი მარტო 10 თეთრიანებით. კიდევ გვაქვს ერთი კითხვა. მოდი ამასაც უპასუხოთ. სულ რამდენი თეთრით მეტი შეაგროვა ოჯახმა მესამე წელს, ვიდრე მაგალითად მეორე წელს. ამისათვის რა უნდა გავაკეთოთ? ამისათვის უნდა ვიანგარიშოთ ჯერ მეორე წელს რამდენი შეგროვდა, შემდეგ მესამე წელს რამდენი შეგროვდა, ჩავატაროთ იგივე გამოთვლები, რასაც ჩვენ, იმის მსგავსი გამოთვლები, რასაც ვატარებდით და გამოვაკლოთ ერთმანეთს. კიდევ უფრო რთული შეკითხვებით შეიძლება ჩვენ მოვიფიქროთ ან არსებობდეს. მაგალითად, რამდენი თეთრით მეტი შეაგროვა ოჯახმა პირველ წელს მესამე წელიწადთან შედარებით, სულ რამდენი თეთრი შეაგროვა ამ 3 წლის განმავლობაში. ამას საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება, ანგარიში ჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, ჭირდება აი ამ აღნიშვნების გათვალისწინება. სულ უნდა მუდამ ამ აღნიშვნებს უყუროთ, რომ არ აგვერიოს რომელი ქისა რას ნიშნავს. თუ მოგეწონათ პიქტოგრამა, თქვენს წიგნში, რომელიც უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ პიქტოგრამებით შეიტანოთ. თავად გადაწყვიტოთ თემა და თქვენ თვითონ მოიგონოთ აი ეს აღნიშვნები. რაც თქვენ გინდათ, ის აღნიშვნა უნდა ჩახატოთ იქ და თქვენ თავად გადაწყვიტოთ, რომელი აღნიშვნა რას აღნიშნავს. აი ასე გამოვიდა. კარგით, ბავშვებო, ჩვენი გაკვეთილით დასასრულს მივუახლოვდა. ჩვენ მე-10 გაკვეთილი გქონდა და გვჩება კიდევ ერთი გაკვეთილი. ასე რომ გემშვიდობებით. შემდეგ შეხვედრამდე.